მოდით ნახოთ მეგობრებო რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში. 1 ივნისიდან 8 ივნისის ჩათვლით, როგორც იქნა მოვიდა ჩვენთან ივნისი. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მოწერეთ პირადში და ვნახოთ, აბა რა გველოდება, რა მოგვიმზადა ივნისის პირველმა კვირამ. თასების 5-იანი, კვერთხების 8-იანი და არკანი, მთვარე 2 არკანი ერთად ამოვიდა, თასების პაჟი. პირველ რიგში მეგობრებო, აქ ვხედავ გარკვეული სტრესული მდგომარეობიდან გამოსვლას, რაღაც გარკვეული მენტალური კრიზისი გქონდათ ძალიან დიდი ალბათობით ახლო წარსულში, რომლიდანაც ნელ-ნელა უკვე გამოდიხართ და ეს გამოსვლა შეიძლება გაფრთხილებთ არ იყოს მთლად სასიამოვნო პროცესი თქვენთვის, იმიტომ რომ რაღაც მომენტებში აქ იქნება სიმძიმე. ზოგადად მეგობრებო, ადამიანის მდგომარეობა ემოციური ყოველთვის სტაბილური და ყოველთვის ერთი ვერ იქნება, ადამიანი ვერ იქნება უბრალოდ ყოველთვის ბედნიერი, ყოველთვის კარგ ხასიათზე ან ყოველთვის ცუდ ხასიათზე, ხო? ადამიანის მდგომარეობა ცვალებადი არის და ამ ერთი კვირის განმავლობაში შესაძლოა რაღაც მომენტებში იყოს ძალიან მძლავრი ცვალებადობა თქვენს ხასიათში, ამიტომაც ამას გაგაფრთხილებთ, გააკეთებთ რაღაც იმპულსურ ქმედებებს სხვა ადამიანებთან დაკავშირებით, ან საკუთარ თავთან დაკავშირებით. ერთადერთი იმპულსური რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, ეს არის ხელოვნება. ხელოვანი ადამიანები გამიგებთ, ხანდახან ყველაზე კარგი შემოქმედება მოდის ზუსტადაც რომ იმპულსური ქცევებით, ქმედებებითა და ემოციებით. აქ მოდის საკუთარ ემოციებში და საკუთარ თავში ჩაღრმავება, მეგობრებო, ასევე გარკვეული პროცესების დაჩქარება და თასების პაჟი მეტყველებს იმის შესახებ, რომ კონკრეტული ადამიანისგან აქ შეიძლება წამოვიდეს რაღაც მცირედი ყურადღება, მაგრამ მეგობრებო, წამოიგებით მცირედ ყურადღებას, ხო? გასაგები არის ადამიანს შეიძლება მოსწონდეთ, ადამიანს შეიძლება აინტერესებდეთ. კი ბატონო, შეგიძლიათ ეს თქვენ მიიღოთ და რატომაც არ უნდა მიიღოთ, ხო? მიიღეთ აუცილებლად ეს ყურადღება, მაგრამ გექნებათ თავიდანვე მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ადამიანმა ორი ლუკმა ყურადღება მოგცათ, მხოლოდ და მხოლოდ ამის გამო გექნებათ იმის იმედი, რომ ადამიანი თქვენზე დაქორწინდება სიტყვაზე ვთქვათ. ამიტომაც აქ ამ კუთხით იყავით ფრთხილად, კიდევ რა გველოდებათ პენტაკლების 10-იანი, კვერთხების 7-იანი, თასების რაინდი და კვერთხების 6-იანი. ვისაც გქონდათ ფინანსური პრობლემები, ეს პრობლემები ნელ-ნელა დაიწყებს აუცილებლად მოგვარებას, ან უკვე მოგვარდება კიდევაც, იმიტომ რომ აქ პენტაკლების 10-იანი ყავს მეგობრებო, ეს არის ბარაქის, ფინანსური სიმყარის, ფინანსური სტაბილურობის არკანი. ასევე აქ დაცულობასაც იგრძნობთ აუცილებლად ამ ერთი კვირის განმავლობაში. მაგრამ ნახეთ სადღაც თქვენ მოგიწევთ რომ იბრძოლოთ თქვენი ფინანსური ენერგიისთვის და ნახეთ ასევე დავამატებდი ასეთ ინფორმაციას, რომ წეხან გაგაფრთხილეთ, რომ კონკრეტული ადამიანისგან აქ წამოვა ყურადღება და არავითარ შემთხვევაში არ უნდა წამოეგოთ მეთქი ყურადღების ნამცეცებს, ხო? კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამას, რომ არ უნდა გქონდეთ იმედები მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ადამიანი გაქცევთ ყურადღებას. მესმის რომ გინდათ რომ ყურადღება გქონდეთ, მესმის ოცნების კოშკები და ასე შემდეგ, მაგრამ ააგებთ ოცნების კოშკებს ნაადრევ ეტაპზე. აცადეთ ადამიანს გამოხატოს საკუთარი თავი, დააკვირდით, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ რომ მიიღოთ ყურადღება, შეგიძლიათ თავადაც გასცეთ, რატომაც არა, ხო? რატომაც არა, ადამიანები ვართ, გვინდა ემოციების გასვლა, გვინდა ყურადღება, გვინდა სიყვარულები, მარმელადები და ასე შემდეგ. ამიტომაც, ხო, უბრალოდ ამ კუთხით შეინარჩუნეთ სიფრთხილე, რომ ცოტა ცივი გონება. სხვა დანარჩენს რაც შეეხება, თქვენ აუცილებლად გაიმარჯვებთ ძალიან ბევრ სიტუაციაზე და იბრძვით სხვა ადამიანის ყურადღებისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი.